კლასიკური წოლჭიმი. ბეჭები გვიდევს მყარად, აუცილებლად, საჯდომი გვიდევს მყარად, სკამზე აუცილებლად. ფეხები მყარად, ხელებს ვკვიდებთ, ყველა ღერდს აქვს თავისი მონიშნული ზოლები და ამ ზოლის დასაწყისში მოვკიდებთ ხელებს. სტანდარტული სიმაღლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ძალიან მაღალი ადამიანი შეიძლება მოვკიდოს ცოტა უფრო განზე, თუ ცოტა დაბალი ადამიანი შეიძლება ოდნავ შიგნით, მაგრამ სტანდარტულად ჩვენ ზოლებს დავუმთხვიოთ. პირველ რიგში უნდა გადმოიღოთ, გავუსწორო მკერდს, ჩაისუნთქო ჩამოტანისას, აწევის ბოლ მომენტში გამოუშვა ჰაერი. იდაყვები ოდნავ უფრო დაბლა არის მოხრილი, ვიდრე ჩვენი მხრები. ჩამოტანა ჯობია იყოს უფრო დაფიქსირებული, ნელი, აწევა უფრო მეტად პერქებადი და იმპულსური. წოლჭიმი ხელ უკუღმა მჭიდით. აღნიშნული ტექნიკა უფრო მეტად ეხმარება ტრიცეპსის და მხრების, იგივე დელტების კუნთებს განვითარებაში. დავასწოროთ, იდაყვები აუცილებლად ტანთან ახლოს ჩადის, ვიდებთ მკერდზე, ვაწვევით. იდაყვები მოვუკეცეთ. მოძრაობა იწყება იდაყვებიდან, შევახებთ ღერდს, მკერდს, მივაწვევით ზემოთ. აუცილებლად კარგად გაახურეთ მაჯები, ვიდრე ამ ვარჯიშს დაიწყებთ, იმიტომ რომ ცოტა უხერხული მოძრაობაა შესრულებული. წოლჭიმი მოკლე მჭიდით. ხელები მოვკიდოთ დაახლოებით იმ სიგანეზე, რომ ჩვენი ცერა თითები ერთმანეთს ეხებოდეს. ჩავალოთ ჩვეულებრივად შემდეგ, გავასწოროთ, ჩამოვიტანოთ მკერდზე, შევახოთ მკერდს, მივაწვევით ზემოთ. იდაყვები ჩადის მხრების ქვემოთ და ტანთან მაქსიმალურად ახლოს არის. ამ დროს მუშავდება განსაკუთრებით კარგად ტრიცეპსის კუნთები და მკერდის შუა ნაწილიც. ჩავისუნთქებთ ჩამოტანისას, აწევისას გამოუშვით ჰაერი. წოლჭიმი ახრილ სკამზე, აღმართულ სკამზე, შედარებით ახლო მჭიდით. ეს ტექნიკა ეხმარება მეტად ზედა მკერდის შუა ნაწილს განვითარებაში. აუცილებლად იდაყვები გქონდეთ ახლოს ტანთან, შეახეთ მკერდს, გამოუშვით ჰაერი. ხელები გქონდეთ მხრების სიგანეზე ჩაჭედული. წოლჭიმი აღმართულ სკამზე. ამ სკამის დახრილობის გრადუსი არის დაახლოებით 45 გრადუსი. სტანდარტულად ყველა დარბაზში თითქმის ასეთი სკამებია, თუმცა თუ ექნება საზომი თქვენ დარბაზში, აუცილებლად დააყენეთ ისე, რომ დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხე კონდეს სკამს. ხელები სტანდარტულ შემთხვევაში შეგვიძლია მოვკიდოთ მონიშნულ ზოლებზე, რომელიც ყველა ღერდს აქვს. ჯერ გადმოვიღოთ და გავუსწოროთ მკერდს, ჩამოვიტანოთ მკერდის მიმართულებით, შევახოთ მკერდს, აუცილებლად გააკონტროლოთ, რომ იდაყვები მაქსიმალურად ახლოს მოდიოდეს ტანთან. არ გაშალოთ აი ასე, პირიქით, ახლოს ჩაიტანეთ იდაყვები ტანთან, შეახეთ ღერძზე აუცილებლად მკერდს, ჩაისუნთქეთ ჩატანისას, ამოტანის ბოლო მომენტში გამოუშვით ჰაერი. წოლჭიმი აღმართულ სკამზე, ახლო მჭიდით. როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერ ღერძს, რომელსაც ახლო მჭიდით ვკიდებთ ხელს, მაინც ვტოვებთ დაშორებას
მაჯებს შორის დაახლოებით ისე, რომ ჩვენი ორი ცერა თითი ერთმანეთს ეხებოდეს. შემდეგ დავაფიქსირებთ აუცილებლად ხელს კარგად. გავსწორდებით. გავასწორებთ მკერდის ზემოთ აუცილებლად ღერს. ჩავიტანთ ისე, რომ იდაყობი ახლოს იყოს თანთან. ატანისას გამოუშვებთ ჰაერს. ჩავისუნთქავთ. ატანის ბოლო მომენტში გამოვათავისუფლებთ სხეულს ჰაერისგან. წოლჭიმი უკვე დაღმართულ სკამზე. ყველაფერი იგივეა, რაც სტანდარტული წოლჭიმის შემთხვევაში. ერთადერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ განსხვავებული არის ღერძის დადების მომენტი. ანუ თუ მკერდზე შუაში ვიდებთ ხოლმე სტანდარტული წოლჭიმის შემთხვევაში, აქ მკერდის ზუსტად დამამთავრებელ ზოლზე უნდა შევახოთ ღერძი ტანს. ზუსტად იმ ზოლს გავუსწორეთ თავიდან გადმოტანისას, ჩაისუნთქეთ ჰაერი, შეახეთ იმ ადგილს. ეს ეხმარება თქვენი მკერდის ქვედა ნაწილს განვითარებაში. მოკლედ, განტელების აჭიმვა სწორ სკამზე მკერდით. ეს არის სტანდარტული აჭიმვა. ძალიან მნიშვნელოვანია განტელების გადმოღების ტექნიკა ვიცოდეთ სწორად, განსაკუთრებით მძიმე წონის შემთხვევაში, რომ თავი დავიწყოთ ტრავმებისგან. ჩემთვის გამოცდილი და ნაცადი ხერხი არის განტელების შემაგრება თავდაპირველად მუხლებზე. ამ დროს კარგად ვსწორდებით, ვაბალანსებთ ტანს, ვემზადებით სკამზე გადაწოლისთვის. სკამზე გადაწოლის მომენტში ვართ მოხრილები, რომ მაქსიმალურად რბილად გადავიდეთ სკამზე და პატარა ბიძგით, იმიტომ რომ მკერდამდე მივიტანოთ განტელი, ვახმართ ფეხებს. გავუსწორებთ მკერდს, განტელებს, ავჭიმავთ ბოლომდე. ჩამოვიტანთ, გავშლით მკერდს, გავუსწორებთ განტელებს მკერდს, ავჭიმავთ ბოლომდე. მიაქციეთ ყურადღება, რომ განტელები ოდნავ მოხრილი მაქვს აი ასეთ პოზიციაში და არა ესე. სულ ოდნავ ხრი, რადგან უფრო მეტად ჩაერთოს მკერდის კუნთები და ნაკლებად მხრის და ტრიცეპსის კუნთი. ჩაისუნთქეთ ჰაერი ჩატანისას, გამოუშვით აჭიმვის ბოლო მომენტში. დაახლოებით იგივე ტექნიკით გადმოიტანეთ, როგორც გადავიტანეთ უკან. განტელების აჭიმვა სწორ სკამზე როტაციით. როტაცია ეხმარება, ეს ტექნიკა ეხმარება მკერდს, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული ვიდრე სტანდარტული აჭიმვის დროს. ანუ თუ სტანდარტული აჭიმვის შემთხვევაში ჩვენი მკერდის კუნთები დაახლოებით 50%-ით იტვირთება და დანარჩენ 50%-ს ტრიცეპსის და მხრის კუნთები იღებს თავის თავზე, ასეთ შემთხვევაში დაახლოებით 60-70%-მდე გადადის დატვირთვა მკერდის კუნთებზე. ანუ უფრო მეტად იზოლირებულია ეს ვარჯიში მკერდისთვის. ჩატანისას გავუსწორებთ მკერდს, გავშლით მკერდს მაქსიმალურად, რომ ვიგრძნოთ როგორ გაიწელა და გადაიშალა მკერდი. ატანისას ხელის გულები ერთმანეთს გავუსწოროთ.
განტელების აჭიმვა როტაციით აღმართულ სკამზე. აღმართულს ჩვენ ვეძახით 45 გრადუსიან დახრილობის სკამს. ეს ტექნიკა უფრო მეტად კონცენტრირებულია მკერდის ზედა ნაწილზე. იგივე შეგიძლიათ ზედა მკერდის ვარჯიშის დაარქვათ. და მეტ იზოლაციას და კონცენტრაციას უზრუნველყოფს მკერდის კუნთზე. განტელების გადაშლების სწორ სკამზე. ეს არის მკერდის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი იზოლირებული ვარჯიში. პირველ რიგში გავსწორდეთ კარგად სკამზე. ხელისგულები ერთმანეთს რო უყურებდეს, გავასწოროთ განტელები და მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ მოძრაობა იწყება არა ხელებიდან, არამედ მკერდიდან. ეხლა უნდა ვცადოთ, რომ ჩვენი მკერდი მაქსიმალურად გავშალოთ. გაშლის მომენტში იდაყვები ოდნავ იხრება, ოღონდ არა ძალიან. გაიწელება მკერდი მაქსიმალურად, ვიგრძნობთ, რომ მკერდის კუნთები ბოლომდე არის გაშლილი და გაწერილი და შემდეგ ისევ მკერდის კუნთებს მოვაწვევით, რომ შევკრათ ყველაფერი თავის საწყის პოზიციაში. გადავშალეთ მკერდი, გავშალეთ, გავწერეთ მკერდის კუნთი მაქსიმალურად. უკან ამოტანისას ხელებს ბოლომდე ვასწორებთ. გადატანისას იდაყვებში იხრება ხელები, იღუნება, მკერდი იშლება ბოლომდე. როცა იზოლირებულ ვარჯიშს აკეთებთ, არ არის სიჩქარე საჭირო, რადგან სწორად იგრძნოთ ის მოძრაობა და ის კუნთი, რომელსაც ვაკეთებთ ამ ვარჯიშს. მკერდის განტელების გადაშლები 30 გრადუსიან დახრილობის სკამზე. მკერდის განტელებით გადაშლები 45 გრადუსიან დახრილობის სკამზე. ეს ვარჯიში მეტად ეხმარება მოახდინოს ზედა მკერდმა იზოლაცია და კონცენტრირებული ვიყოთ მკერდის ზედა კუნთზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვარჯიშის დროს გამორიცხოთ ხრების მუშაობა, რადგან ეს ვარჯიში მეტად დაკავშირებულია ჩვენი ხრების, ანუ დელტის კუნთებთან. მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ ჩვენი ფიქრებით, ჩვენი გონებით ვიყოთ კონცენტრირებული მკერდის ნაწილში, ხრები მაქსიმალურად ჩავიტანოთ ქვემოთ, მკერდი მაქსიმალურად ზემოთ დავაპოზიციონიროთ და შემდეგ გავწელოთ მკერდის კუნთი, გავშალოთ და ამოვიტანოთ მაღლა. გავწერეთ მკერდის კუნთი ბოლომდე. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მკერდის ვარჯიში კროსოვერზე გაშლები, მკერდის გაშლები კროსოვერზე. ამ ვარჯიშის შესრულებისას ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ტექნიკა, სწორად, რომ არ მოხდეს ხრების და ტრიცეპსის ვარჯიში მეტად, რაც ხშირად ხდება ხოლმე და მკერდი, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული, გამოგჩეს. პირველ რიგში ასაც ვაკეთებთ არის ის, რომ მოვიწევთ წინ, რათა თავიდანვე ჩვენი მკერდის კუნთები იყოს გაშლილი. ანუ სანამ ვარჯიშს დავიწყებ, კაბელები უკვე ეკაჩებიან ჩემს მკერდს და მაქსიმალურად შლიან და წელავენ. მკერდი არის გასწორებული, მაქსიმალურად ბოლომდე წინ გაწეული, რომ მკერდის კუნთები წინ პოზიციონირებდეს. როდესაც მოვუჭიმავთ უკვე ჩვენთვის სასურველ
მდგომარეობამდე დარწმუნდით, რომ მხრები არ უსწრებს წინ კერძს. როდესაც აი ესეთ მოძრაობას ვაკეთებთ, ამ შემთხვევაში კერდის კუნთების მაგივად მხრებს ავარჩევთ. ამიტომ ეცადეთ, რომ კერდი დაპოზიციონირდეს წინ, მხრები ჩავიდეს ქვემოთ და შემდეგ გავჭიმოთ ბოლომდე. თითქოს აი კერდი არის ხელებს ზემოთ მოქცეული და ბოლომდე ჩაჭიმული. გავშლით იგივე ტრაექტორიით, იდაყვებს ოდნავ მოხვით, კერდის კუნთები იქნება ისევ ბოლომდე გაწერილი და არა ხელებს და მხრებს, არამედ კერძს მოვაწვევით წინ. გადავშლით, გავწეროთ მკერდს, ისევ მკერდს მოვაწვევით წინ. ეს ვარჯიში მეტად ქვედა მკერდის კონცენტრაციას ახდენს. დააკვირდებით, მაღლა არის აწეული გორგოლაჭები და ქვედა მიმართულება აქვს მოძრაობას. ანუ ვამუშავებთ ქვედა მკერდს. შეგიძლიათ ესეც დადგეთ. ფეხების მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია აი ეს ტრაექტორია დაიცვათ. თუ გვინდა რომ ზედა მკერდისთვის გავაკეთოთ კროსოვერზე გადაშლები, გორგოლაჭი უნდა ჩავიტანოთ ქვემოთ. ძალიან ქვემოთაც შეიძლება ჩატაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ორივე ერთმანეთს ემთხვეოდეს. წამოვიდეთ იქამდე, სადაც ვიგრძნობთ, რომ კერდი უკვე გაშლილია და გაწერილია და კაბელები გვექაჩება. და ავიტანოთ უფრო მაღლა, ვიდრე ჩვენი მკერდია. გადავშალოთ მკერდი კარგად. ამ შემთხვევაში რეაქცია თქვა, იდაყვები ჩავიდეს უფრო ქვემოთ, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში. წელისთვის გვინდა კროსოვერზე გადაშლების გაკეთება, აუცილებლად გორგოლაჭი დაუნთხრეთ თქვენი მკერდის სიმაღლეს. გამოდით იმ წერტილამდე, სადაც იგრძნობთ, რომ კერდი უკვე გაშლილია და ჩვენ მკერდს აწვება გაჩავს განზე კაბელები. გაჭიმეთ ზუსტად წინ თქვენი მკერდის სიმაღლეზე. გარდაშალეთ მკერდი და არა ხელები, ეს არის ხელების გაშლა. ეს არის მკერდის გაშლა. აუცილებლად თქვენი მხრები მოაქციეთ მკერდზე უფრო ქვემოთ და უკან. ვინაიდან თუ წინ დავაპოზიციონირებთ მხრებს, ეს არის მხრების ვარჯიში, აქ დაგეღლებათ უბრალოდ მხრები და თქვენ მკერდის ვარჯიშს ვერ შეასრულებთ. ამიტომ ჩამოიტანეთ მხრები, მკერდი მაღლა აწიეთ, გაშალეთ კარგად. ოდნავ მოიხრება იდახში, გაიშლება მკერდი, გაიწელება ბოლომდე, მოვაწვევით ზუსტად წინ. მკერდის იზოლირებული ვარჯიში სკამზე. როდესაც ვზივართ სკამზე და არ ვდგავართ, კიდევ უფრო მეტ იზოლაციას და კონცენტრაციას ვახდენთ მკერდის კუნთებზე და როგორც სტანდარტული გადაშლის შემთხვევაში, იგივე მოძრაობით შლით მკერდს ბოლომდე, წელავთ. ამ შემთხვევაში ჩვენი ტანით და ფეხებით ვეღარ ვეხმარებით მოძრაობას. ამიტომ მოძრაობა მეტად იზოლირებული და კონცენტრირებულია მკერდის კუნთებზე. გააშალეთ კარგად. დარწმუნდით, რომ მხრები მკერდის ქვემოთ არის ჩასული და ვაწვევით მკერდით და არა მხრებით, როგორც შეცდომას უშვებენ ხოლმე. ბლინის გაჭიმვა მკერდით 45 ახალობის 45 გრადუსიან ახალობის განცე. დავიდოთ ზედა მკერდზე, ბლინი, ხელის გულებს მივაწვეთ ერთმანეთისკენ და ავჭიმოთ ისე ზემოთ.
აუცილებელია რომ ხელის გულებს და განსაკუთრებით ქვედა ნაწილს ერთმანეთის საპირისპიროდ ვაწვებოდეთ. ეს არის ხელის ზემოთატანა, ეს არის ხელების ერთმანეთისკენ მიწოლით და წნეხით ზემოთ ღვინის აჭიმვა. ეს ძალიან კარგად ამუშავებს ზედამკერდის შუა ნაწილს და აი ეს ზოლი გამოყავს, რომელ ზოლსაც ძალიან ბევრი ბეჭი ცდილობს რომ გამოიყარო. ბლინის აჭიმვა მკერდით სწორ სკამზე. ამ ტექნიკის შესრულების დროს აუცილებელია რომ ვიცოდეთ როგორ კიდევთ ბლინს ხელებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბლინი დავიჭიროთ აი ამ ხელის გულის ქვედა ნაწილით და ტექნიკის შესრულების მომენტში ერთმანეთს ვაწვებოდეთ ორივე ხელის გულის აი ამ ნაწილს. თითები გვიდევს რა თქმა უნდა, მაგრამ დარწმუნდით რომ თითებით და მტევნის ზედა ნაწილით არ გიჭირავთ, ის უბრალოდ დადებულია ბლინზე რომ უბრალოდ არ გადმოგივარდეთ. თავარია, როგორც გითხარით, ხელის გულის აი ამ ნაწილით ერთმანეთს ვაწვებოდეთ აწევის მომენტში და ისე ავჭიმოთ. დავიჭიროთ, ბლინი დავიდოთ მკერდის შუა ნაწილზე. როგორც გითხარით, მივაწვეთ ხელის გულის ქვედა ნაწილს, მივაწვეთ თითქოს ერთმანეთს ვაწვევითო და აი ამ წნეხში და მიწოლაში ავჭიმოთ ზემოთ. მიაწექით მაგრად ხელის გულებს ერთმანეთის საპირისპიროდ. იდაყვები ჩადის უფრო ქვემოთ და არ გვაქვს აი ესე აწეული, ტანთან ახლოს გაასწორეთ. იდაყვები ტანთან ახლოს და მიაწექით ხელის გულებს. Chest press. აქ ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის როგორ უნდა იჯდეთ და ხელები როგორ პოზიციაში გქონდეს. ვზივართ ისე, რომ ხელები გაუსწორდეთ ზუსტად ჩვენი მკერდის შუა ნაწილს. ამას ვარეგულირებთ სკამით. ანუ თუ უფრო მაღალი ვარ და ზემოთ ავარ, შესაბამისად სკამს ჩავწევ ცოტა ქვემოთ, თუ უფრო დაბალი სიმაღლის ვარ, ამოვწევ ზემოთ, რომ მაქსიმალურად სწორად და თანაბრად იყოს ჭიდი და მკერდი ერთმანეთთან. ავწევთ მკერდს მაღლა, მხრებს და იდაყვებს ჩავწევთ ქვემოთ, ჩავისუნთქავთ ჰაერს, მივაწვევით და გამოუშვებთ ატანის ბოლო მომენტში. იდაყვები ქვემოთ, მხრები ქვემოთ, მკერდი ზემოთ. გადაშლა ტრენაჟორზე butterflies ან პეპელას ეძახიან ხოლმე. ბოლომდე მოვჭიმავთ ორივე ხელს, მკერდი გვაქვს ზემოთ და მხრები ჩატანილი მკერდის ქვემოთ, იდაყვების აუცილებლად მკერდის ქვემოთ გადის. მოვხრით ოდნავ იდაყვებს, გავშლით მკერდის ბოლომდე, გაიწელება, ვაწვევით წინ. აქ შეცდომა, რასაც უშვებენ, არის აი ეს მოძრაობა. არ შეიძლება რომ მხრები იყოს მკერდზე წინ ან ზემოთ. ნაბიჯები ადგილზე უკუ მიმართულებით. პირველ რიგში გასწორდით, დარწმუნდით რომ თქვენი წელი, ხერხემალი მხრებში გასწორებული ხართ. ფეხები შეგიძლიათ ერთმანეთთან ახლოს დადოთ. გაიმართეთ, ხელები წონასწორობისთვის, დამწყებებისთვის ჯობია რომ აი ესე იყოს შეკრული. გაგვაქვს ნაბიჯი, ჩავყვებით. შემდეგ მეორე ფეხით. ყურადღება მიაქციეთ, რომ მივყვები უკანა ფეხს და ამოდივარ იმ ფეხით, რომელიც წინ რჩება. ის ფეხი, რომელიც წინ რჩება, დაახლოებით 90 გრადუსიანი კუთხე უნდა შეკრას. აი ეს. ფიქრობთ წონასწორობაზე.
ნაბიჯები უკუ მიმართულებით ადგილზე. ამ შემთხვევაში თუ არ ვარ დავწყები და ჩვეულებრივი ზონის გარეშე ნაბიჯები უკვე აღარ ყოფნის, ანუ ერითმეთება სხეული შესაბამისად, დამატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ანტელები. ვიმართებით, ზუსტად იგივე ყველაფერი, უბრალოდ ხელები ანტელებთან ერთად გვაქვს გასწორებულად ჩამოკიდებული. არ დაიძაბოთ, არ აწიოთ ზემოთ, უბრალოდ მოუშვით, ხრებში გაამაგრეთ და იყოს უბრალოდ დამატებითი წონა თქვენთვის. ჩაჯდომი დამწყებებისთვის. ამ ტექნიკის შესრულების დროს მთავარია ჩაჯდომი დამწყებებისთვის. სანამ დაიწყებდეთ მოძრაობას, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი ფეხები არის სწორ მდგომარეობაში. შეგიძლიათ ხრებზე სულ ოდნავ განზე მოათავსოთ ფეხები და ფეხის წვერებს უნდა გქონდეს დაახლოებით 45 გრადუსიანი მიმართულება თქვენგან. აი ასეთ მდგომარეობაში. სწორდებით ამ პოზიციაში. წელი აუცილებლად არის გამართული, ბეჭებში, მხრებშიც გამართული ვართ. დამწყებებისთვის სასურველია, რომ წონასწორობისთვის ორივე ხელი ან წინ, ან ესე შეკრას და მოძრაობა დავიწყოთ საჯდომით. საჯდომი იმიტომ ვქია, რომ მოძრაობას ვიწყებთ საჯდომით. გავდივართ უკან, ფეხები იშლება განზე, ჩადიხართ იქამდე, სანამ შეგიძლიათ, რომ გამართული წელი დატოვოთ. ამოდიხართ. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. წინიდან ეს ასე გამოიყურება. ჩასვლის მომენტში საჯდომი შეკრულია, მენჯები განზე არის დაწეული, რომ ჩვენმა მუხლებმა და ჩვენმა ფეხის წვერებმა ერთი და იგივე 45 გრადუსიანი მიმართულება მიიღოს. კიდევ ერთხელ გვერდიდან უკან ნაბიჯები ვისწავლეთ. დააკვირდით, რომ როდესაც ფეხს ვდგავ, აუცილებლად ტრაექტორია ჩემი ფეხის უნდა იყოს ზემოდან, რათა მოხდეს 90 გრადუსიანი კუთხის შენარჩუნება აი აქ ჩასვლისას. როდესაც ტრაექტორია არა ზემოდან, არამედ პირდაპირ არის მიმართული. გამოგვივა ესეთი მოძრაობა, რაც მუხლის ახსნისთვის არის საკმაოდ საშიში. და ვარჯიშიც არ არის ესეთი ეფექტური, როგორც უნდა იყოს. ამიტომ კარგად გასწორდით, ნაბიჯი გადაზომეთ ზემოდან, დადგით ფეხი, ჩაყევით უკანა ფეხს და მიაწექით ამოსვლისას წინა ფეხს. არ მივყვებით წინ ფეხს, გაითვალისწინეთ. უკანა ფეხს უნდა ჩაყვე. ძალა სათქმა უნდა წინა ფეხს ატან, მაგრამ ჩაყვები უკანას. ადგილზე ნაბიჯები წინ მიმართულებით, ანტელებით. ისევ უკუ მიმართულებით, ოღონდ დიაგონალურად. დაახლოებით თქვენგან 45 გრადუსის ასე ვთქვათ, გასწორებ, გაატარებთ ფეხს გვერდით მიმართულებით. ეცადეთ, რომ ნაბიჯი იყოს თან გრძელიც და თან კარგად გვერდით გაწეული. ეს ტექნიკა უფრო მეტად აიძულებს საჯდომის კუნთებს, რომ ჩაერთოს მოძრაობაში. შესაბამისად, უფრო მეტად ატვირთვას იგზავთ საჯდომის ტუნდულა კუნთებზე, ვიდრე ჩვეულებრივი ნაბიჯებისას.
გაითვალისწინეთ, რომ ამ მოსვლისას აუცილებლად ფეხები ერთმანეთთან ახლოს მიიტანეთ, რომ მოძრაობა სწორად და გამართულად შესრულდეს. შემდეგი მოძრაობა. ადგილზე ნაბიჯები უკუ დიაგონალურ მიმართულებით შეგიძლიათ შეასრულოთ ხანტელებთან ერთად. დამატებითი სიმძიმე გქონდეს. ხერხემლისთვის ეს მოძრაობა იმდენად დატვირთული არის, რომ აქ ტანგის გამოყენება ბეჭებზე დადებით არ არის მიზანშეწონილი. შესაძლებელია გამოიწვიოს ტრავმა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობას არასწორად შევასრულებთ. ამიტომ უპრიანია დამატებით წონებად გამოვიყავოთ ხანტელები. ხანტელებზე ჩვენ ამორტიზაციას ხელები და მხრებიც იღებენ, ამიტომ მივად უფრო უსაფრთხოა შტანგასთან შედარებით, ღერძთან შედარებით. თითოეული ნაბიჯი გამოიყურება ასე. აუცილებლად ჩასვლის დროს გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა მივაწვეთ წინ მუხს, არამედ ჩავყვეთ უკანა ფეხს, მიიღოს წინა ფეხმა დაახლოებით 90 გრადუსიანი კუთხე, ავიდეთ და მივადგათ მეორე ფეხი ერთმანეთს. კლასიკური ნაბიჯები უკვე ხანტელების დახმარებით. თავარი თითოეული ნაბიჯის მოძრაობა იყოს სწორი და გამართული. გადავდგათ ნაბიჯის ზემოდან, წინა ფეხმა მიიღოს 90 გრადუსიანი კუთხე და არ მივაწვეთ წინ, არამედ უკანა ფეხს უნდა ჩავყვეთ. კიდევ ერთხელ ჩავყვებით უკანა ფეხს. ავდივართ წინ მიმართულებით. ვერძის გამოყენებით. აუცილებლად გაიმართეთ, წელში არ უნდა იყოთ მოხრილი, გამართული ბეჭებით, მხრებით. ნაბიჯები მიმართულებით, უკვე დამატებით სიმძიმე ვერძის გამოყენებით. ბეჭები გვაქვს აი ესე შეკრული და გამართული, თითქოს ხელებით გვიჭირავს ეს წონა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვკიდოთ ზემოდან ხელები. პირიქით დავიჭიროთ წონა ხელების დახმარებითაც, გავსწორდეთ ხერხემალი, ზურგი, ყველაფერი მკერდი გასწორებულია. მოკლე ამოწევაც დაარქვათ, იმიტომ რომ კლასიკური ამოწევისგან განსხვავებით მოძრაობა არის მოკლე და სიმძიმე არ ჩაგვაქვს ბოლომდე მიწაზე. ვართ ძალიან გამართულები ხერხემალში, მხრებში, კერდი წინ ამოზნექილი. მივდივართ ტანით. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ სადამეც არ ჩავალთ, წელი არ უნდა მოუხაროთ. აი ესეთი რაღაცა უნდა გავაკეთოთ. არც მკერდში, არც მხრებში, არც წელში არ უნდა მოიხაროთ. მოძრაობა დაიწყეთ ტანით. შემდეგ თქვენი საჯდომი მოითხოვს წონასწორობას, რომ უკან გავიდეს. მუხლებს ჩასწრით, სანამ შეგიძლიათ იქამდე, სანამ წელს არ მოვუნოთ. გამოიტანეთ. მუხლებში ვიხრებით.
მუხლებში იხრება სახსარი, მაგრამ წინ არ მიდის. დაგვიდით, მოიხარა მუხლი, მაგრამ თვითონ მუხლი წინ არ წავიდა. საწყისი პოზიცია, საბოლოო პოზიცია. აი დაახლოებით სამკუთხედის ფორმა უნდა მიიღოთ. ჯობია ჩასვლა საარიჩქაროთ, რომ მოძრაობა იყოს სუფთა და ხარისხიანი და ხერხემალს არ დავაწვეთ. კლასიკური ამოწევა. ჯობია ფეხები დავდგათ მხრების სიგანეზე და აუცილებლად ფეხის წვერები ბოლომდე შევიტანოთ ღერძის მიმართულებით. ესე ვდგებით. არის კლასიკური სტანდარტული დგომა. ხელები მოვკიდოთ ასევე მხრების სიგანეზე და სანამ დავიწყებთ ამოწევის გაკეთებას, დავწუნდეთ, რომ ჩვენი ხერხემალი არის ბოლომდე გამართული. გამართული როგორც მხრებში, ერთში, ასევე წელში. როცა დავწუნდებით, რომ ჩვენი ზურგი ხერხემალი გამართულია, შემდეგ ვაწვევით ჯერ ფეხებს, შემდეგ საჯდომის და წელის კუნთების დახმარებით ამოვჭიმავთ ბოლომდე ღერძს. ჩავდივართ გამართული ხერხემალით, გამართული წელით და როცა უკვე აღარ შეგვიძლია გამართული წელით იქამდე ჩავიდეთ, რომ ღერძი დავდოთ იატაკზე, ვახმართ საჯდომს, ჩაგვაქვს და ვჭდებით. პირიქით მოძრაობით ამოვდივართ ზემოთ. არ ვჩქარობთ, დავდებთ. მოძრაობა იწყება ფეხებით, შემდეგ საჯდომით, წელით, ზურგით, თითქმის მთელი სხეული არის ამ ვარჯიშში ჩართული. ამოწევა განიერი დგომით. ფეხის წვერები უნდა შევყოთ, ასე ვთქვათ, ღერძის ქვემოთ. მოვკიდოთ ხელი მხრების სიგანეზე ღერძს. გავიმართოთ კარგად, წელი ჩაგდებულია. მუხლები გადის განზე, ზუსტად ისე როგორც ჩვენი ფეხის წვერები დგას. მოძრაობას ვიწყებთ ფეხებით და საჯდომით, წელი გვაქვს ძალიან გამართული. შემდეგ უკვე წელის კუნთები ეხმარება მთლიან წონას, რომ ამოვიდეს ზემოთ. ჩასვლისას ჯერ ტანით გადავდივართ, შემდეგ ვჭდებით.
ზუმო ჩაჯდომი ჰანტელის სიმძიმის დახმარებით. უპრიანია რომ ხელები მოვკიდოთ აი ამ პოზიციაში, ვინაიდან ხშირად დაინახავთ რომ აი ესე კიდებენ ხელს. რაც ურიგო არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ უფრო დიდ წონას ვიყენებთ და გვინდა კარგი მოძრაობის შესრულება, იქამდე ჩავალთ, რომ უბრალოდ ჰანტელი ხელს შეგვიშლის და მოძრაობას სრულად ღრმად ვერ შევასრულებთ. ამიტომ მოვკიდოთ აი ამ პოზიციაში ხელები. გავსწორდეთ, ფეხები დავდოთ განზე, ფეხის წვერები იყურება განზე, მხრებში გამართული ვარ, მუხლებიც იყურება განზე, მიყვება ფეხის წვერებს. მოძრაობა იწყება საჯდომიდან, მუხლები გადის განზე.
თავარია ვისაუბროთ პირველ რიგში სწორი დგომი და ღერძის სწორად გადმოტანა. ფეხებს ვდებთ მხრების სიგანეზე ან სულ ოდნავ განზე. ვართ ბოლომდე გამართულები. ღერძს დავიდებთ ბეჭებზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ იდოს კისერზე და იყოს მხრებზე და ბეჭებზე. ხელებს არ ჩამოუკიდებთ, არამედ ხელებით ქვემოდან გვიჭირავს. ზურგის კუნთები, როგორც ხედავთ, ბოლომდე შეკრულია და მთელი ზურგი, წელი, საჯდომი გამაგრებულია. სწორად ავიღებთ. ერთი ნაბიჯი რო გადმოდგათ საკმარისია. ფეხები მხრების სიგანეზე 45 გრადუსით განზე იხედება ჩვენი ფეხის წვერები და მუხლები. მენჯებიც განზე იხედება. მოვდივართ საჯდომით. მუხლები გადის განზე. ჩავდივართ იქამდე, სანამ შეგვიძლია, რომ ხერხემალი გამართული დავტოვოთ. ამოსვლისას ამოისუნთქეთ ჰაერი. წავედით. მუხლები განზე გადის. ჩავჯექით კარგად. გამოიყენე სკამი, ტუმბო, უფლი, ნებისმიერი რა, მხოლოდ დარწმუნდი იმაში, რომ იქნება მყარად. იმიტომ რომ ან არ მოიყეს, ან ჩამოვარდეთ ძირს. ერთ ფეხს დავდგავთ მყარად, გავემართებით, ხელი წონასწორობისთვის შეგვიძლია ესე დავიჭიროთ და მხოლოდ ერთ ფეხზე ვაკეთებთ ასვლებს. ერთი ნელა ჩამოდი დაეშვ, ისევ. 2 3 4 5 6 7 იმდენ რაოდენობას რამდენიც გჭირდება და მაშინ რომ შეცვლი ფეხს და ისევ გაიმეორებ. 1 2 3 4 5 6 ქვემოთ ჩაისუნთქავ
ზემოთ ამოუშვებ ხარას. ორივე ჰანტერი ერთ ფეხს დადგავ წინ, მეორეს უკან, რაც უფრო უკან გაიტან, უფრო მეტად ჩაერთვება საჯდომის კუნთი, ამიტომ შენზეა დამოკიდებული. გააჩერებ ტანს, წონასწორობას და ჩაყვები უკანა ფეხს. შესაბამის გამეორებებს როგორც კი დაამთავრებ, შეცვლი დაუყოვნებლივ და იგივეს გააკეთებ მეორე მხარეს. რომელზეც დადებ ერთ ფეხს წონასწორობისთვის და აკეთებ ამოწევას, რომელიც უკვე ვისწავლეთ, ოღონდ ცალ ფეხზე. ყველაფერი იგივე რჩება, გადადიხარ გამართული, ფეხის აი ეს უკანა ნაწილი, ბარდაყის უკანა კუნთი გეწელება, გაწელავ მაქსიმალურად სამდე შეგიძლია. ამოიტან ტანს. გაწელე, ამოიტან. აი აქ სუნთქვა. ეს არ არის ჩაჯდომი, ეს არის ამოწევა. გადადიხარ ტანით, მიდიხარ გამართული, ბარდაყის უკანა კუნთი იწელება, ამოგაგზავნოთ. და იგივეს აკეთებ მეორე ფეხით დაუსვენებლად. მოკლედ, ამ ვარჯიშის შესრულება მოითხოვს ძალიან სწორ ტექნიკას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სწორად. ფეხებს პირველ რიგში ვდგავთ ხრების სიგანეზე, წელი გვაქვს კარგად გამართული და ჩაგდებული, ხელებს ვიჭერთ წინ, ბეჭები შეკრულია და გამართულია, მკერდი არის მაღლა აწეული, რომ მთელი ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. ტანით გადავდივართ წინ, ისე რომ ხერხემალი არსად არ მოიხრება, ჩავდივართ სამდეც გაგვიშვებს ჩვენი ფეხის უკანა კუნთები, გავსწორდებით. ისევ გამართულები გადავდივართ, ბარდაყის უკანა კუნთები იწელება, ამოვდივართ. კარგად დააკვირდით, რომ გადავდივართ ტანით, საჯდომი მოითხოვს უკან გასვლას, იმიტომ რომ წონასწორობა შევინარჩუნო. გაიწელება ფეხის აი ეს უკანა ნაწილი, უნდა იგრძნოთ. ამოვიტანთ ისევ მაღლა. სადამდეც არ უნდა ჩავიდე, არ ვიხრები წელში. სულ გამართული ვარ. სადამდეც არ უნდა ჩავიდე. ჩემ ჩასვლას აკეთებს ბარდაყის უკანა ნაწილი და არა ხერხემალი და წელი. ხერხემალი და წელი ყველგან ერთნაირ მდგომარეობაშია. სადამდეც არ უნდა გადავიდე.